მუდმივად აწარმოეს ობსტრუქცია, ესე იგი დისკრედიტაცია, საბოტაჟი დღევანდელი ხელისუფლების როგორც საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე. ცხადია ამ ფონზე მათთვის სწორედ ნაცმოძრაობისთვის არის ასევე უმნიშვნელოვანესი, როგორც მათი სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი, რომ შეინარჩუნონ მყარად თავიანთი მეხუთე კოლონა, თავიანთი დასაყრდენი ძალები ესეთ სტრუქტურებში. მოდით ბატონო, და უპირველეს სახელმწიფო სტრუქტურებში, და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავის-თავში აერთიანებს რომ დღეს იცით ეს ესე იგი ეს არის რელიქტური ატავისტური დანატოვარი წინა რეჟიმის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის-თავში აერთიანებს პოლიციურ სტრუქტურასაც და უშიშროების სტრუქტურასაც, ის არის თანამედროვე, ესე იგი NKVD-ს სტილის რაღაც სტრუქტურა დაგვიტოვეს, მაგრამ აი სწორედ აქ რომ მათ შეძლეს თავიანთი სერიოზული კონტინგენტის დატოვება ადამიანების მე მინდა რომლებიც საკვანძო თანამდებობებზე იყვნენ სააკაშვილის დროს და ვიმეორებ თელ აი იმ ესე ვთქვათ საქმიანობაში მონაწილეობდნენ როგორც იყო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, რეპრესიები, დანაშაულებრივი ოპერაციები და ასე შემდგომ და რომლებიც დღესაც არიან საკვანძო თანამდებობებზე და მე ვთქვი რომ სახში მიდიან და ისე ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს სვავენ და რომლის წყალობითაც მე აღვნიშნე რომ დღეს სამწუხაროდ მე გეუბნებით ზუსტ რაღაცას დღის ბოლოსთვის ვანო მერაბიშვილის არ ვიცი სახში თუ კაბინეტში დევს ხოლმე ინფორმაციები რა ხდება სხვადასხვა სტრუქტურებში და მათ შორის უპირველეს ყოვლისა შინაგან საქმეთა სამინისტროში იმდენად ესე ვთქვათ ჟონავს ეს ინფორმაციები რა თქმა უნდა ეს არის საგანგაშო ვითარება რომელიც უნდა არის ის ირაკლი ღარიბაშვილმა ბატონო ირაკლი მე მინდა აქვე აღვნიშნო არა დელიკატურობის გამო არამედ ჩემი პირადად ვარ ძალიან კეთილგანწყობილი და დიდი სიმპათიით ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ საერთოდ მე დღესაც ვთქვი რადიო იმედზე რომ სულ ყველაფერს თავი გავანებოთ უნდა ვიყოთ ობიექტურები და ელემენტარულად გვიხაროდეს რომ გუშინ ვანო მერაბიშვილი სნაირი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს არის ირაკლი ღარიბაშვილის სნაირი პიროვნება და მე დარწმუნებული ვარ რა თქმა უნდა მის გულწრფელ სურვილებში არის რომ მოახდინოს ამ სისტემის რეფორმირება და ის არ გამოიყენოს არასდროს მომავალში როგორც იარაღი პოლიტიკური დევნისა მაგრამ ეს არის სერიოზული პრობლემები მე არ ვიცი რატო ამდენი ხნის განმავლობაში იცით რა არის ყველაფერი აი რაღაც ინფორმაციებზეა დამოკიდებული რომელიც ყოველთვის ხელმძღვანელ პირთან მიდის ხო ამასაც რაღაც ახსნა განმარტებას ალბათ მისი ქვეშემბრძომები ალბათ მოუნახავენ რომ აი რატო ხდება რომ ამხელა კონტინგენტი ესეთი თანამშრომლების ესეთი ადამიანების არის შენარჩუნებული მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ბატონი ირაკლი ამას თანმიმდევრულად გადაწყვიტავს რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოების მხრიდან ესეთი თემების გახმაურება ემსახურება არა იმას რომ უბრალოდ სკანდალი გვინდოდეს ან რაღაც იმის ატეხვა არამედ საბოლოო ჯამში ესეთი პრობლემები გადაწყდეს მე ისიც მინდა აღვნიშნო რომ მე ძალიან კარგი მე თავად ვიყავი საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე და მე ძალიან კარგად მესმის რომ ესე არც წმენდა და ეგეთი რაღაცები ყოველთვის უნდა შეინარჩუნო გარკვეული ბაზა უამრავი ძველი თანამშრომელი რომელიც მუშაობდა სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის დროს ეს იმას კი არნიშნავს რომ ისინი გაყარო და ესე გაწმინდო როგორ მე პირადად ჩემი მოადგილეები იყვნენ ყველა ძველი პროფესიონალები და ეს ბაზა მე შევინარჩუნე რა თქმა უნდა მაგრამ აქ ლაპარაკი არის სწორედ რომ ისეთი ადამიანები რომლებიც იმეორებს სისხლით სარგებლით იყვნენ გადაკავშირებული წინა რეჟიმთან ბატონო ირაკლი მოდით ბარემ დავიწყოთ ამ ადამიანების გვარების ჩამოთვლა თქვენ ახსენეთ გია ჩიხლაძე ვაჟა მაძმიშვილი შალვა ჯანაშვილი სოსო ფარჩაიძე ვალერიან თელია რომელსაც უკვე მაყურებელი იცნობს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ ამ ადამიანებზე რატომ ფიქრობთ რომ მათი დარჩენა არის უწყებაში საფრთხის მაგალითად ვალერიან თელია ავიღოთ ხო
ძალიან კაი იქნებოდა რომ თქვათ შემდეგ გადაცემაში თქვენ დაგეძახათ არის ესეთი პიროვნება ძალიან კაი პიროვნება და ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური სპექტრისთვის ძალიან ყველასათვის კარგად ნაცნობი პიროვნება გია ბერძენაძე რომელიც არის ვეტერანთა გაერთიანების ხელმძღვანელი მას ვეტერანებიც ეს არის პოლკოვნიკი კაცი სამართალდამცავ ორგანოებში ნამუშევარი მას კარგად იცნობენ კაი რეპუტაციის მქონე ადამიანი რომელიც ძალიან აქტიურად იყო პირველივე დღეებიდან ჩართული ოპოზიციურ ესე ვთქვათ თელა საქმიანობაში ვარდების რევოლუციის პირველივე დღეებიდან იყო რეჟიმთან დაპირისპირებული სხვათა შორის და 2009 წლის აპრილის აქციების დროს იყო აქტიურად ჩართული იმ აქციებში და ეს მე იცით რომ აპრილის აქციებს მოყვა ალღა მთელი რიგი ესე ტერორისტ რეპრესიების ეხა კობა დავითაშვილი რო გაიტაცეს და კინაღა მოკლეს და ვახო ლაღიძე რო გაიტაცეს და მოკლეს ცემით ეხა ზოგს ცემდნენ ზოგს იჭერნენ მერაბრატიშვილი დაიჭირეს და აი უამრავი ესე მაგალითად ზაზა ბრეგვაძე ჩემი მეგობარი უშიშროების პოლკოვნიკი დაიჭირეს და უთხრეს აი ბათიაშვილის მეგობარი რო ხარ გიჭერთ და იარაღიჭა აი ესე დაიჭირეს გია ბერძენაძე შემდეგ გირაუთი იქნა საერთო მოთხოვნით გამოშვებული და მაგრამ მაშინ დაიჭირეს ისა და აი სწორედ მასაც ესე იარაღი ჩაუდეს და იარაღის ჩამდები იყო მაშინ ვალერია თელია თქვენ მე ამას მე კი არ თვითონ გია ბერძენაძე იძახის მე ამ საკითხს ესე არ დავტოვებ ეს დადასტურებულია თვითონ ესე იგი გია ბერძენაძე აპირებს ამ საკითხზე ესე იგი საჩივარი შეიტანოს და შეიძლება უკვე შეტანილი აქვს და ესე იგი ამაზე იყო ერთი ამბავი ატეხილი თავის დროზე რომ ამ კაცს იარაღი ჩაუდეს ეს კაცი მაშინაც ითვლებოდა ესე დასაყრდენ პიროვნებად წინა რეჟიმის რომელიც ესე იგი ესეთ ოპერაციებს ბჭყალებში ახორციელებდა და როდესაც ვლაპარაკობთ გია ჩიხლაძე არ იყო უბრალოდ რომ აი ძველი რეჟიმის პირობებში რომ უბრალოდ უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც მაღალი თანამდებობის პირი. ეს იყო კუდის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელიც უშუალო კომპეტენციაში შედიოდა პარტიებზე მუშაობა. დღეს რა თანამდებობაზეა? ანუ თელი რაც იგეგმებოდა, ინტრიგები, ძირგამომთხელი ისა მოსმენები, ესე იგი მისი დღეს ის არის ასევე კუდის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსი. ვაშე მასმიშვილი ზუსტად ასევე იგივე ფუნქციებით იყო დაკავებული კუდში, ესეც არის დღეს კუდის ერთ-ერთი სამმართველოს შალვა ჯანაშვილი. ეხლა შალვა ჯანაშვილი მე ძალიან კარგად ვიცი, თავის დროზე ომეგა ჩემ დროს ჩამოყალიბდა სპეცდანიშნულების რაზმი ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოგვიმზადა ჩვენ ცერეუმ და ცერეუმის ბაზაზე მომზადდა ერთ-ერთი პიროვნება ახალგაზრდა ბიჭი იყო შალვა ჯანაშვილი რომელიც მე გავაგზავნე იქა როდესაც ის გახდა ვანო მერაბიშვილის მოადგილე მე მგონი პირველი მოადგილე ის კურირებდა მთელ ამ სპეცდანიშნულების რაზმებს საგანგებოებს და თელი ეს 7 ნოემბერი 26 მაისი თელი უბედურებები არის მისი და როგორ შეიძლება ეს კაცი იყოს დღეს მინისტრი გამარკვიეთ იგივე როდესაც ვლაპარაკობთ მინისტრის მრჩეველი ბაპატი მინისტრის მრჩეველი როდესაც ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ ესე იგი ვთქვათ იგივე 26 მაისი ვახსენეთ ხო დიახ ახლა ყველამ კარგად ვიცით რომ 26 მაისის დამგეგმავები რა თქმა უნდა ეს მოდიოდა ყველაფერი პირდაპირ სააკაშვილისგან ვანო მერაბიშვილის მაგრამ უშუალოდ აი ვინც იყვნენ მთავარი დამგეგმავები ასევე კუდის სპეცნაზის უფროსი ტარიელ შარვაშიძე იყო ერთ-ერთი ვინც 26 მაისის სასაკლაო მოაწეს და ეხლა კუდის სპეცნაზ კიდევ რა ოპერაციებში აქვს მიღებული მე მგონი ყველასათვის კარგად ეს კაცი დღეს არის ასევე ძალიან მაღალ თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილი რომელიც არის სოდის სპეცნაზის უფროსი იყო და ვისი ხელითაც იქნა მოკლული გია კრიალაშვილი და ჩაცხეული იქნა კობა ოთანაძე ასევე დღეს არის მაღალ თანამდებობაზე და ჩვენ ეხლა ესე რომ წავიდეთ დღეს ისიც არ გვეყოფა მე შემიძლია იმხელა მე უბრალოდ ამას რისთვის ვლაპარაკობ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძველი თანამშრომლები, რა თქმა უნდა, პროფესიონალები. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავნერგოთ ეს პრაქტიკა, მოვიდა ახალი ხელისუფლება, დაიწყო წმენდა და მაგრამ ადამიანები, რომელიც შეიძლება კითხვას დაისვამს, ადამიანები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან დღეს საქართველოს უსაფრთხოებას მათი დატოვება არ შეიძლება. რაც ეს არის 2-2 4. დიახ.